მტკიცე ხელითა და ფარული პოლიტიკური манипуляციებით. ჯოზეფ ფრანკლინ რუტერფორდი იყო იურისტი მისურიდან, რომელმაც მიითვისა მოსამართლის წოდება. 1917 წელს ის საგუშაგო კოშკის საზოგადოების მეორე პრეზიდენტი გახდა. 1918 წელს მოსამართლე რუტერფორდის სიტყვას სახელწოდებით ამჟამად მცხოვრები მილიონობით ადამიანი არასდროს მოკვდება. დასაბამი დაედო ახალი წევრების მოზიდვის მსოფლიო კამპანიას. ახალმა პრეზიდენტმა გამოაცხადა ასევე სამყაროს მომავალი დასასრული, რომელიც უკვე ახლოს იყო. 1925 წელი. ჩვენ უნდა გამოვიტანოთ მტკიცე და უეჭველი დასკვნა, რომ მილიონობით ადამიანი, ისინი ვინც დღეს ცხოვრობენ, არასოდეს მოკვდებიან. 1920 წელს გამოვიდა მილიონების წიგნი. მასში რუტერფორდმა განაცხადა, რომ ბიბლიის თანახმად 1925 წელს მკვდრეთით უნდა აღმდგარიყვნენ აბრაამი, ისააკი და იაკობი და სხვა პატრიარქები, რათა როგორც მთავრებს ემართათ ახალი სამოთხე დედამიწაზე. ბევრ მოწმეს რუტერფორდის წინასწარმეტყველების გულწრფელად სჯეროდა. ისინი ყიდნენ სახლებს, საწარმოებს და მიემგზავრებოდნენ. ცხოვრობდნენ მაწანწალებივით. ყველას თავიანთ ამბავს ამცნობდნენ. 1925 წლამდე ზოგიერთი ფერმერი არც კი თესავდა მარცვლეულს. მათ სწამდათ დასასრულის მოახლოება. დადგა 1925 წელი, მაგრამ ისევე როგორც 1914 წელს არაფერი მოხდა. საგუშაგო კოშკის წინასწარმეტყველება კვლავ მცდარი აღმოჩნდა. რასელის მსგავსად, რუტერფორდიც ამტკიცებდა, რომ დასასრული ახლოს იყო. 1929 წელს რუტერფორდმა ააშენა ეს მდიდრული სახლი. ის განკუთვნილი იყო აბრაამისთვის, ისააკისთვის, იაკობისა და სხვა პატრიარქებისთვის. მათ უნდა ჰქონოდათ საცხოვრებელი ადგილი, როდესაც მკვდრეთით აღდგებოდნენ. ის მდებარეობდა კალიფორნიის შტატში, სან-დიეგოს მდიდრულ კვარტალში, სახელწოდებით ბეთ-სარიმ, რაც ებრაულად მთავართა სახლს ნიშნავს. მსოფლიო დიდ დეპრესიაში იყო, მაგრამ რუტერფორდი მილიონერობით ცხოვრობდა. ზამთარს ბეთ-სარიმში ატარებდა, ზაფხულს ევროპაში. იმ დროს, როდესაც ამერიკელები სიღატაკით სულს ღაფავდნენ და გაჭირვებით ცხოვრობდნენ, რუტერფორდი ლაღად დაქროდა 2 მძლავრი კადილაკით. რუტერფორდის ხელმძღვანელობით საგუშაგო კოშკის საზოგადოება მძლავ კორპორაციად გარდაიქმნა. ახალი წიგნები, ბროშურები მდინარესავით მოედინებოდნენ. ერთგული მოწმეები მათ სახლებში დაატარებდნენ. რუტერფორდი თავის მიმდევრებს მოუწოდებდა ბეჯითად ეშრომათ ღვთისათვის. ახალგაზრდებს ურჩევდა არ დაქორწინებულიყვნენ, არამედ მთელი თავიანთი ძალებით ეკადაგათ. ამისათვის პორტატულ გრამაფონებსაც იყენებდა. მსოფლიოში გამრჯე მოწმეები ტრანსპარენტებით მიდიოდნენ კვირა დილით ეკლესიის კართან, წარწერებით რელიგია ეს ხაფანგია და სიცრუე. საზოგადოება დროს არ ჩამორჩენია და თავისი რადიო სადგური დააარსა. 1933 წლისთვის უკვე 403 სადგური არსებობდა, რომელიც გადმოსცემდა რუტერფორდის შეურაცხმყოფელ გამოსვლებს მღვდლების, პოლიტიკოსებისა და იმათ წინააღმდეგ, ვისაც ის ხარბ ვაჭრებს უწოდებდა. რადიოსა და პრესის მეშვეობით ის განუწყვეტლივ ამახვილებდა ყურადღებას იმაზე, რომ სამყაროს დასასრულამდე რამდენიმე თვე ადარჩენილი. დასასრული მხოლოდ რუტერფორდისთვის მოვიდა. 1942 წელს ის მოკვდა ბეთ-სარიმში, მდიდრულ სახლში, რომელიც ღვთის სახელის დიდებულ დასტურად იყო აშენებული. ერთადერთი რამ, რაც მოწმობდა ამ სახლის არსებობას, იყო წინასწარმეტყველების ფასი, გადაყვანილი ფულზე. 1959 წელს საზოგადოებამ ხმაურის გარეშე გაყიდა ეს საკუთრება და თავისი ისტორიის ეს უსიამოვნო ფურცელი დაასრულა. დღეს ყველაზე ახალგაზრდა მოწმეებმა არც კი იციან, რომ ოდესღაც არსებობდა ბეთ-სარიმი.